ბევრი შეყვარებული სკოლა შეიძლება თუ არაო. ბავშვებო, სახარებაში არის ერთი ასეთი ოქროს წესი. სახარებაში არის ასეთი წესი. როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს სხვა ადამიანი, ისე მოექეცი სხვას. შეიყვარე, მოყვასი ვითარცე თავისთვის. მოდი შეკითხო პირიქით დავსვა და ეს შეკითხვა თვითონ უპასუხებს თავის თავს. დავუშვათ თუ ბიჭი სვამს ასეთ შეკითხვას, მოდი შეკითხვა ასე დავსვათ. ანუ ხო სვამს შეკითხვას, რომ შეიძლება თუ არა რომ 5 გოგონა მიყვარდეს. მოდი პირიქით დავსვათ შეკითხვა. შეიძლება თუ არა რომ იმ გოგონას რომელიც მე მიყვარს ჩემს გარდა კიდე 4 შეყვარებული ყავდეს. შეიძლება კარგი იქნება? ან მოდი გოგონას მხრიდან დავსვათ. გოგონა რო ფიქრობდეს ის ბიჭი რომელიც მე მიყვარს მას კიდე ჩემნაირი 4 შეყვარებული რო ყავდეს. მომეწონება? არა. ესე იგი ეს უკვე თავის თავს პასუხობს. როგორ ამბობს ვაჟა-ფშაველა, გული ერთსა დააჯეროსო. ერთი უნდა გიყვარდეს. მორჩა და გათავდა. შენ თუ გინდა რომ ვინც გიყვარს, იმასაც მხოლოდ შენ უყვარდე, მაშინ უკვე თავის თავად პასუხი გაცემული. მეთანხმებით?